დედაჩემი მეუბნება წირვის ან ლოცვის დროს დაჯდომა არ შეიძლება ღმერთმა რამდენი დაითმინაო ჩვენთვის და ჩვენ ეს ვერ უნდა მოვითმინოთო? კი, მართალია, რასაც დედა გვეუბნება, ოღონდ გააჩნია ჩვენ რა ასაკში ვართ ახლა, დედიკოებო, ესე იგი, ყველა ასაკის ბავშვს ერთი და იგივე სიტყვას ვერ ვეთქვით. ყოველ შემთხვევაში, იმდენი მოვითმინოთ, რამდენიც შეგვიძლია. თუ დავჯდებით და ისე მოусმენ ჩუმად, ამითიც არაფერს დავაშავებთ. გააჩნია ბავშვის ასაკს, ახლა 15-16 წლის ბიჭი კი გაძლებს. მაგრამ ახლა შეიძლება 7-8 წლის ბავშვმა ვერ გაძლოს იმდენად. ქრისტემ ბევრი მოითმინა ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ ახლა იმდენს ვერ მოვითმენთ ქრისტესთვის, რაც ქრისტემ ჩვენთვის მოითმინა. მაგრამ ჩვენს თავს შევატყოთ ხოლმე, დავაკვირდეთ, რამდენი შეგვიძლია ქრისტესთვის რომ მოვითმინოთ. ცოტა რაღაცა მოვათმენინოთ ხოლმე ჩვენს თავს, აი ვინც ამ შეკითხვას სვამს იმისთვის ვამბობ, ცოტა რაღაცა მოვათმენინოთ ხოლმე. ახლა თუ ვატყობთ რომ უკვე აღარ შეგვიძლია, ერთ-ერთი წმინდა მამა ამასაც კი ამბობს, რომ ჯობიაო, იჯდეო და ღმერთზე იფიქროო, ვიდრე იდგე ფეხზე და ფეხებზე იფიქროო. ესმის, ვიდრე იდგე და იმაზე ფიქრობდე, როგორ გყივა და გაუსაძლისია, ამას ჯობია თუ უკვე ვეღარ ითმენ, დაჯდე ცოტა ხანი და ღმერთზე იფიქრო. ესმის, ფეხებზე კი აღარ იფიქრო, ფეხები ისვენებს. შენ ისევ ლოცვა გააგრძელ. სკამებიც იმიტოა, საერთოდ აი მონასტრებში ესეთი წესია, რომ მთელ პერიმეტრზე, აი გარშემო ტაძრის, სულ სკამებია, სტასიდები ქვია. იმიტომ რომ იქ მრავალსაათიანი ლოცვა არის, ზოგჯერ აი 11 საათიც კი გრძელდება ის ლოცვა ღამისთევა და ახლა ყველას არ შეუძლია ესე, არა? მაგრამ ეს იმისთვის აი რომ შენ ლოცვაში ხელი შეგიწყოს. ხან დაჯდები, ხან დადგები, ხან ჩამოეყრდნობი იქ ესეთი ისინი აქ ხელის დასაყრდნობიც აქვს. თავარი ის არის შენ ღმერთთან იყო, ლოცვა არის ღმერთის წინაშე დგომა, ღმერთზე ფიქრი. შეიძლება ლოცვის სიტყვებს ამბობდე, მაგრამ საერთოდ სხვაგან იყო. შეიძლება აი ვიღაცა ხატებთან დგას, ლოცულობს და ამ დროს ზღვაზე ბანაობს. ფიქრებით რა. ვიღაც შეიძლება მთაშია, ვიღაც მეზობელს ეჩხუბება, ვიღაც ბაზარში პამიდორს ყიდულობს, ვიღაც ფარდებს არჩევს, ვიღაც სამკაულებს, ვიღაც თემუდან რაღაცას იწერს სიტყვაზე. მაგრამ ამ დროს ყველა ლოცულობს. ვიღაცა შეყვარებულს ელაპარაკება, შეიძლება. არის ეგეთი, ვიღაცას ეჩხუბება, არის ესეთი რა. იმიტომ ამბობ, რომ ლოცვა არ არის მარტო ლოცვის სიტყვების ჩარაკრაკება, ლოცვა არის ღვთის წინაშე დგომა.